დიდ ხუთშაბათთან დაკავშირებით დღეს საქართველოში მოქმედ ყველა ტაძარში წირვა აღევლინა. სამებაში მსახურებას პატრიარქის მოსაყდრე მეუფეშიო გაუძღვა. წირვის დასრულების შემდეგ მან მრევლს ქადაგებით მიმართა. სამებაში დღეს არ შესრულდა ფეხდბანვის რიტუალი, რადგან მას ტრადიციულად ილია მეორე ასრულებდა. დიდი ხუთშაბათის კიდევ ერთი მსახურება 12 სახარების წაკითხვა, რომელიც იესო ქრისტეს შეპყრობის, წამებისა და ჯვარცმის ეპიზოდებს აღწერს. თავის მოწაფეებს ფეხები დაბანა და ამით გვიჩვენა სიმდაბლის მაგალითი და თუ როგორ უნდა ვექცეოდეთ ჩვენ ერთმანეთს. რატომ ქვია ამ ლოცვით შეკრებას სერობა, თანაც საიდუმლო. ვინაიდან უფალმა ეს მსახურება აღასრულა, როდესაც შეკრიბა თავისი მოწაფეები ებრაელთა პასექის სერობის შესასრულებლად, მან განტეხა პური, აიღო სასმისი და თქვა, ეს არის ხორცი ჩემი თქვენთვის განტეხილი. მისატევებლად ცოდვათა. აიღო სასმისი და თქვა, ეს არის სისხლი ჩემი ახალი აღთქმის. ამას ყოფდეთ ჩემს მოსახსენებლად. ევქარისტიის შესახებ იგი სხვაგან ასევე ამბობს, რომ ვინც სჭამს ჩემ ხორცს და სვამს ჩემ სისხლს, ის ჩემშია და მე მასში. ნების შვიდეულში დიდი ხუთშაბათი განსაკუთრებული დღეა. სახარების მიხედვით ამ დღეს იესო ქრისტემ მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა. დღევანდელ დღეს მორწმუნეები საიდუმლო სერობასა და გეცამანიის ბაღში მაცხოვრის შეპყრობასაც იხსენებენ.